მოგესალმებით ჩემო ჯგუფისებო. ეს არის ტაროს არხი და მინდა დღეს გავაკეთო საჯარო გაშლა ნოემბერი ქალწულებისთვის. როგორი იქნება ნოემბერში ქალწულების ენერგია, ფინანსები, ჯანმრთელობა და პირადი ურთიერთობები? მაშინ დავიწყოთ. განვიხილოთ ქალწულებისთვის ნოემბერი. აქ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები ჩემო ჯგუფისებო. ფრთხილად იყავით პირად ურთიერთობებთან, იმიტომ რომ აქ ცოტა ხისტი ენერგიები მოდის. ერთ SMS-ზე, ერთ სიტყვაზე, ერთ დღეზე, ერთ წამში მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგან მაქორწინებაც კი დაასრულოს. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია ამ ენერგიებში იმყოფებით, მთვარის ენერგია არის დაბინდული ურთიერთობები, აქ არის რაღაცა ფარული ინფორმაციები, რომელიც გამჟღავნდა, რომელიც იყო თქვენთვის მიუღებელი, წარმოუდგენელი და ასე შემდეგ. ამას შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთობებში ძალიან დიდი და კრიზისული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. ძალიან მკაფიოდ მაჩვენებს რიცხვებს 2-5. მიაქციეთ ამას ყურადღება. აი აქ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ჩემო ჯგუფისებო, კი ბატონო, უზარმაზარი ტრანსფორმაცია, რომელსაც უკვე გადიხართ, იმიტომ რომ სიკვდილის არკანი ხელახლა დაბადებას და ტრანსფორმაციას ნიშნავს ჩემო ჯგუფისებო. მოდი ვნახოთ ეხა ესეთი რაღაცა. სადაც არ არის პარტნიორი, თუ არის საშუალება და შესაძლებლობა, რომ გამოჩნდა ეს. კი ბატონო, არის ნამდვილად, ეს უფრო სამსახურის სივრცეს უკავშირდება თუ მუშაობთ, კი ბატონო, აქ მოგეცემა შანსი, ძალიან დიდი შანსი იმის, რომ უზარმაზარი ენერგიით მოვიდეს ადამიანი, რომელსაც მოაქვს თქვენთვის სტაბილურობა, რომელსაც მოაქვს ოჯახის ენერგია, ანუ ადამიანი, რომელიც ნახე ვისთანაც არ არის აქტუალური პარტნიორი, ნოემბრის თვეში გამოჩენილი ახალი ადამიანი, ეგ მოგცემთ შესაძლებლობას იმის, რომ ძალიან დიდი საჩუქარი იქნება სამყაროსთვის თქვენთვის, იმისთვის, რომ შექმნათ სტაბილური და ძალიან მყარი ოჯახი ჩემო ჯგუფისებო. ამიტომ ამას გილოცავთ. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, ახლა აქ ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსები მოდის. შესაძლებელია ეს ფინანსური რესურსები თქვენი ოჯახისთვის იყოს უმნიშვნელოვანესი, იმისთვის რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, მოგვარდეს უზარმაზარი პრობლემა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია იმყოფებით. უზარმაზარი რესურსები შეიძლება იყოს საბანკო კრედიტი, შესაძლებელია იყოს ახალი კონტრაქტი, რომელიც მოგიტანთ ამ რესურსებს. აქ არ არის კაპიკებზე საუბარი 100 ლარზე, 200 ლარზე, არა, სოლიდური თანხებია, რომელთანაც საკმაოდ მკაფიოდ მოგიწევთ თამაში, ამიტომ ფრთხილად იყავით, სანამ ამ რაღაცებს გადაწყვიტავთ, გადაჭრით ფინანსებს, იმიტომ რომ აქ თითქოს ჩასაფრებული ყავთ ადამიანი, რომელიც წყვილის ენერგია მოდის, აფერისტის ენერგია მოდის, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ნოემბრის თვეში ფინანსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჯანმრთელობას მიაქციეთ კისერი თავი, ბეჭების ზურგის არე. აქ ცოტა ისეთი მკაფიო მტკივნეული ენერგია მოდის, არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია იქ იმის ჩარევაც კი მოხდეს, ამიტომ ამას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, მაინც თუ მსგავსი ტენდენცია იქნება, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩაკეტილ სივრცესაც ხედავ, ის საავადმყოფო შეიძლება იყოს, ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად და ფრთხილად იყავით გზებზე, განსაკუთრებით ვინც მართავს საჭეს. კიდევ ვისთანაც არის გაურკვეველი სიტუაციები პირად ურთიერთობებში, რამდენად გადალაგდება ნოემბრის თვეში, მოდი ვნახოთ. ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ ეს უკვე დაიმსგავსა რაღაცა უზარმაზარ ტვირთს. სხვათა შორის აქ პარტნიორთან, რომელთანაც გაურკვეველი სიტუაციებია, ქალი ფიგურირებს მესამე პირის ჩარევის გამო მოხდა ზუსტად ეს უარყოფითი ენერგიების აგორება ურთიერთობებში, გაურკვეველი სიტუაციები, მძიმე ენერგიები და ასე შემდეგ. არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაიმე მაგიური ზეგავლენაც იყოს იმ პარტნიორთან, რომელთანაც არის ძალიან დიდი გაურკვევლობები და უკვე იქცა უზარმაზარ ტვირთად ეს ურთიერთობა და ნახეთ, თან მამაკაცის არკანი ამოვიდა, თავ დაღირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ეს კაციც უკვე ფეხებით არ ჩამოკიდებული, ანუ არ მოქმედებს, არ იძურის ისე როგორც თქვენ გინდათ. აქ უფრო მეტი აგრესიული ენერგია, ბრაზის ენერგია. თუმცა ამ ადამიანისგანაც იქნება რაღაცა გარკვეული ნაბიჯები, ოღონდ რამდენად ფიქრობს კიდეც რომ გადმოდგას ნაბიჯები, ოღონდ რამდენად იქნება თქვენთვის მისაღები, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ზუსტად იგივე ენერგიებში აღმოჩნდებით და ეს შერიგებითი მომენტი შესაძლებელია დროებითი აღმოჩნდეს. გაიაროთ ისევ სამწუხაროდ იგივე გზა. კარგი, რა იქნება და რჩევა თქვენთვის, აი პირველად გამიჩნდა კითხვა. რა იქნება და რჩევა თქვენთვის. საკუთარ თავისუფლად ისწავლეთ აუცილებლად, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ განსაკუთრებით ჭერთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, კარგად აწონდაწონეთ, იმიტომ რომ აქ ამას აუცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ და სამართლიან ნაბიჯებს გადადგავთ, აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ემოციური ფონი, მაინც ზოგადი ემოციური ფონი ნოემბრის თვეში სტაბილურია და საკმაოდ სასიხარულო ტენდენციებით შემოდის, ამიტომ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩემო ჯგუფისებო. მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. მადლობა დროებით.